ხონის საპატიმრო წამების სისტემის სახე ციხის კოშმარები გაუქმებული დაწესებულებიდან ბევრია. შენობა, რომელში მოთავსებაც უკვე არაადამიანურ მოპყრობას უდრიდა და ხშირად პატიმრებისთვის ცუდსა და უარეს შორის საუკეთესო გამოსავალიც კი იყო. საგამოძიებო კომისია პირველ გასვლით სხდომაზე მოსმენილსა და ნანახს დოკუმენტის სახით ანგარიშს საერთავს. ნინო არღულიანი იმყოფებოდა ხონში და პირდაპირ ეთერში გვერდება. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ციხის შესახებ ბევრი ისტორია მოგვისმენია, თუმცა რეალური ვიდეო მასალა, რეალობის ამსახველი ვიდეო მასალა ცოტა გვინახავს. რთულია სახელი დაარქვა იმას, რაც დღეს ჩვენ ხონის მე-13 დაწესებულებაში ვნახეთ და გადავიღეთ. მძიმე პირობებში უწევდათ პატიმრებს სასჯელის მოხდა, განსაკუთრებით მძიმე სანახავი იყო კარცერები, სადაც დაკავებულები დასასჯელად ჩაყავდათ. მაყურებლისთვის უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, გეტყვით, რომ ეს დაწესებულება გათვლილი იყო 750 პატიმარზე, თუმცა რეჟიმს 1200-ზე მეტი პატიმარი ყავდა ამ ციხეში, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მეტი, არც ნაკლები მათ ნაწილს სასჯელის მოხდა ეზოში, კარვებში უწევდათ. მაყურებელი ნახავს რეპორტაჟს ხონიდან, ციხის ყოფილი შენობიდან, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მძიმე წარსულის მუზეუმი. ხონის მე-13 დაწესებულება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამოკიდებულებას პატიმრების მიმართ საუკეთესოდ გამოხატავს. რისი გადმოცემაც სიტყვებით რთულია, კადრებით გიჩვენებთ. ნაციონალური მოძრაობა კარცერებს პატიმრების დასასჯელად იყენებდა, სადაც მსჯავრდებულის არც ერთი უფლება დაცული არ იყო საწოლი, სკამი, არ არსებობდა ელემენტარული ჰიგიენური პირობები. ეს 4 კვადრატული მეტრი ოთახი, დასჯის და ლოცვის ადგილი ერთდროულად იყო. კედელზე დატოვებული მამაო ჩვენო დასტურია იმისა, რომ აქ ლოცვა გადარჩენისთვის ერთადერთი საშუალება იყო. ამ ხაზებით კი გარესამყაროს მოწყვეტილები დღეებს ითვლიდნენ. ტევადობარი 750 სიტყვაზე იყო 750-ის 1000-ზე მეტი საათ უნდა ყოფილიყო გარეთ ხო სადღაც. საერთოდ განათება აღარ იყო ხანის საათებში. მანქანის საბურავებით ჰქონდა ცეცხლი განათებული და ვანათებდით ისე დაწესებულებას, რომ ჟავდებულები არ გაგვცეოდა. ვისაც პატრონი ყავდა, მოქონდა უკეთესი პირობების საჭმელი თუ არა და ჩვენი საჭმელით იკვებებოდნენ. როგორი პერიოდიც იყო, ისეთი საკვებიც იყო. ციხის ყოფილი მე-13 დაწესებულება 750 პატიმარზე იყო გათვლილი. ნაციონალურ მოძრაობას კი ციხეში 1200-ზე მეტი მსჯავრდებული ჰყავდა. მათი ნაწილი სასჯელს ეზოში, კარვებში იხდიდა. ამ ციხიდან სააკაშვილს პატიმრები რამდენჯერმე გაექცნენ. გარეთაც იყვნენ, გარეთაც ცხოვრობდნენ. კი, ეზოში. როგორ გაიქცნენ პატიმრები 2008-ში? ნაომარი იყო ეს, რა ქვია, ქვეყანა და ისარგებლეს ალბათ ის რო ჩაკეტილი იყო ეს პანიკა იყო ხალხშიც ბევრი რო რუსის ისენი იყო სამხედროები დაკავებული ჰქონდათ ქალაქები ბუნტი იყო მოხდარი ციხეებზე ზუგდიდში ქუთაისში პანიკამ რაღაცეებმა შიშმა დაიგონა გამოიწვია ეს ის რომ დაახლოებით 150. საგამოძიებო კომისიას დღეს პირველი გასვლითი სხდომა ჰქონდა. ხონის ყოფილი ციხე სპეციალურად შეირჩა, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც სააკაშვილმა დატოვა. კომისიის წევრებისთვის ისტორიაში შემორჩენილი კარცერები, ოთახები, საპირფარეშოები დასტურია იმისა, რომ სააკაშვილი არა თვითაღიარებული აღმშენებელი, არამედ მწამებელი იყო. ჩვენ კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის წლებიც და ის თუ როგორ ითვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, იმიტომ რომ ყველანაირი კავშირი გარესამყაროსთან ჰქონდათ აკრძალული და დაკარგული და რა თქმა უნდა ეს ფოტომასალა და რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ წაუშლია ისტორიას, შევა ჩვენს დასკვნაში. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი არ იყო, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ კარცერებში პატიმრებს სჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მოპყრობის და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე. ჩვენს კომისიაზე რასაც ყვებოდნენ ყოფილი პატიმრები, როცა 1 კვადრატულ მეტრ, ისა 1.5 კვადრატულ მეტრ ფართობში, სადაც არ იყო არც ლეიბი, არც საწოლი, პირდაპირ ბეტონზე იყვნენ და იქაც ხშირად წყალს უსხამდნენ, ან ყოველდღიურად სცემდნენ.
ეს უკვე ცემის გარეშე წამება. ამიტომ იყო ასეთი პირობების გამო იყო ამდენი გარდაცვალების შემთხვევა. ტუბერკულოზის საოცარი გავრცელება, იმიტომ რომ აი ესეთ საკნებში, სადაც ჰაერი არ მოძრაობს, ერთ ტუბერკულოზიანს შეუშვებდნენ ჯამთელ ადამიანებთან და რამდენიმე კვირის მერე ყველას ჰქონდა უკვე ტუბერკულოზი. ეს ხო ჩვეულებრივი, აბსოლუტურად შეგნებული პრაქტიკა იმისთვის, რომ გაეტეხათ წელში ეს ადამიანები. აღმოჩნდა, რომ თურმე ეს პირობები ყოფილა სანატრელი პატიმრებისთვის და აქ მოხვედრისთვის ხალხი ლოცულობდა, თხოვდა ვიღაცებს და უნდა რაღაცნაირად ვიღაცასთან უნდა ჩაგეწყო საქმე, რომ აქ ამ ადგილას მოხვედროდი. იმ პირობებში, რაც ჩვენ ვნახეთ. სასჯელახსრულების ეს დაწესებულება 50-იან წლებში კომუნისტებმა ააშენეს. მას შემდეგ ისე მოიხადა აქ ასეულობით ადამიანმა სასჯელი, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას პირობების გაუმჯობესებაზე არც კი უფიქრია. ციხე წლებია დაიკეტა და ახლა ის მძიმე წარსულის შემორჩენილი მუზეუმია. კანონის უპატივ